ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება ზოგ თქვენგანც მაინც რომ ცოტა უცნაურად მიყვარს ხოლმე დაწყება ვიდეო ბლოგების და წარმოვთქვა ხოლმე ისეთ წინადადებას იმგვარ წინადადებას რომელიც თითქოს და არ არის ხოლმე კავშირში იმ ძირითად თემასთან ძირითად საკითხებთან რომლებსაც უკვე შემდგომ განვიხილავ ხოლმე ახლაც თქვენი ცდებართვით სწორედ ამგვარ წინადადებას წარმოვთქვავ და ვიტყვი ასე როგორ გგონიათ აი ირაკლი ზარქუას ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი გვეპარება პრინციპში ირაკლი ზარქუას შეუძლია თუ არა ბრუნება რომელიმე სიტყვისა ნებისმიერი სიტყვისა მაგალითად სიტყვისა უკრაინა მე მოთხრობებში უკრაინამ და ასე შემდეგ შეუძლია თუ არა მე გეტყვით რომ ჩემი მოსაზრებით არ შეუძლია ახლა ამას გააკეთებდა კაცი დაურეკავდა და კითხავდა ბატონო ირაკლი ვიბრუნეთ თუ არ შეწუხდებით მაგალითად სიტყვა ოპოზიცია ასე შემდეგ არა თუ ირაკლი ზარქუა მასზე უკეთესი წარმოდგენა რო გვაქვს ასე მაგალითად ნინო წილოსანზე უკეთესი წარმოდგენა მე პირადად არ მაქვს და თქვენი არ ვიცი მაგალითად გიავოლსკი აბრუნებდა თუ არა რომელიმე სიტყვას მაგალითად ასეთ სიტყვას ნებისმიერ სიტყვას ავიღებ ხო მაგალითად ქართულის და ასე შემდეგ ვერა მეთქი ასე რომ თქვა გაგიგვირდებათ მე მგონია რომ ვერ აბრუნებდა არა თუ გიავოლსკი არამედ მაკაბოჭორიშვილი არამედ აბუკა მდინარაძე ნამდვილად შალაბაბუაშვილი ირაკლი კობახიძე ბიზინა ივანიშვილი კი საერთოდ ვერ აბრუნებდა რას ნიშნავს ბრუნებაო გეტყოდა გითხავდა ასე უცნაურად დავიწყე ჩემი ეს ვიდეო ბლოგი და უცნაურად დავიწყე იმიტომ რომ მინდა შემოგთავაზოთ ვაბრუნოთ deep state-ი მოთხრობითში იქნება deep state-მა deep state-ს deep state-ის deep state-ით deep state-ად deep state-ო წოდებითში ყველა ბრუნვაში პრაქტიკულად გვარს მე აღვიდგენ თუ აქ წერია სადღაც სამნიშნულობა აქვს თუ არ წერია არ ვიცი ყველა ბრუნვაში ხო თემურიკო ციქვაძე ივანიშვილის ადვოკატია ეს ყველა ბრუნვაში მოიხსენია მან deep state-ი როდესაც გამოაქვეყნა ვებერთელა წერილი იმასთან დაკავშირებით რომ რამდენიმე დღეში 24 ნოემბერს ლონდონში არის ჩანიშნული სასამართლო პროცესი და ეს ყველაფერი ამ კაცმა მოინდომა რა თქმა უნდა ძალიან მოინდომა და ეს ყველაფერი ეს სასამართლო პროცესი ჩანიშნული ლონდონში ბიზინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით რომელიც ბერმუდზე დაწყებული დავის მესამე საბოლოო ინსტანცია განიხილავს ივანიშვილის სარჩელს რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება და ყველა წინადადება სწორედ მათი ანუ ივანიშვილის და მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა ასე ამბობს თემურიკო ციქვაძე ეს ყველაფერი როგორღაც მოახერხა და deep state-ს მიუკავშირა მე მესმის როდესაც deep state-ს უკავშირებს ამ ყველაფერს გამოდუგინებული რა ქვია იმ ვითომ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილი მე მესმის რომ deep state-ს ყველაფერს უკავშირებს სიტყვებს რომ ვერ აბრუნებს ის გამოდუგინებული და გამოპუტინებული ბიზინა ივანიშვილი მაგრამ აი თემურიკო ციქვაძე რამ გააგიჟა მეთქი ასე ვიკითხავ მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ხო არც ვიცით და არც გვესოდინება საბოლოო ჯამში ვინ არის ეს კაცი ისე გაქრება აორთქლდება როგორც დაგიბარებიათ და საერთოდაც მე მგონია რომ მას არ დაუწერია ეს ტექსტი სწორედ ზაზა შათირიშვილი იქნება იმდენჯერ არის ხსენებული ეს deep state-მა deep state-ის და ასე შემდეგ იმდენჯერ არის ხსენებული მოდი დავითვალოთ თქვენი ცდებართვით იმიტომ რომ მთელ ტექსტს ვიკითხავ და ალაგ-ალაგ კომენტარებს დავურთავ იმდენჯერ არის ხსენებული deep state-ი რომ არ მგონია რომ ბატონ ციქვაძეს თემურიკოს ჰქონოდა სურვილი რომ ამდენჯერ ეხსენებინა ან ჟაზადან დაწერა ან ბიზინამ დაწერა ან ბიზინამ დაწერა და ზაზამ ჩაასწორა ან ზაზამ ჩაასწორა და ბიზინამ დაწერა და მისცეს ამ თემურიკო ციქვაძეს და უთხრეს შენი სახელით უნდა გამოვაქვეყნო ჩვენო
პატარა ახალგაზრდა მეგობარო. წავიკითხოთ ეს პოსტი და კვლავ ვიმეორებ, ალაგ-ალაგ შევჩერდები და კომენტარებსაც დავურთავ. იწყება ასე. ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლებისა და კონკრეტული მედია საშუალებების მხრიდან სპეკულაციურად განიხილება თემა, რომელიც 24 ნოემბერს, ლონდონში ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, აქ მეორე ს იყო საჭირო, ბატონო თემო, უკავშირდება. კერძოდ, სწორედ ამ დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ბერმუდზე დაწყებული დავის მესამე საბოლოო ინსტანცია ბიძინა ივანიშვილის სარჩელს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. სარჩელი როგორ გრძელდება, კაცო, საქმე გრძელდება და ყველა წინა დავა სწორედ ჩვენი გამარჯვებით დასრულდაო. არ ვკაბათობთ საერთოდ, ეხლა სინტაქსზე ხო არ ვიკაბათებთ და აქ-აიქ გამორჩენილ წერტილგზიმეზე. ხო, ჩვენ საუბრობთ იმაზე, რასაც კონცეპტუალურად რაზეც ლაპარაკობს ბატონი წიქვაზე, ამიტომ პრინციპში საკამათო აქ არც არაფერია. სიმართლე გითხრათ, პირველ პირში გვეუბნება თითქოს ეს კაცი, საერთოდ არა ვაპირებდით რავდობიჩი ამ თემაზე რაიმე სახის განცხადების ან განმარტების გაკეთებას მიუხედავად იმისა, თუ როგორი შედეგით დასრულდებოდა სამართლებრივი დავა, დასრულდებოდა, არა დასრულდება მომავალში სამართლებრივი დავა, მაგრამ რადგან თემა პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გარჩევის საგნად აქციეს, რომელმა პოლიტიკოსებმა, რომელსაც აუქმებთ, ისინი ხო პოლიტიკოსები კი არა, ვაი პოლიტიკოსები არიან, მაგრამ ასეთ დეტალებამდე აღარ ჩავალ თქვენის ნებართვით, მეც ახლა წამწდა სიტყვა, ხო გამექცა სიტყვა. გადავწყვიტეთ, მრავლობითში ქართული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მოკლედ შეგვეხსენებინა საკითხის პერიპეტიები. დაუკავშირდით ხოლმე ამ, ისევ გამექცევა ახლა სიტყვა, დაუკავშირდით ხოლმე ამ თქვენს გარშემო მოტრიალე ლიტერატორებს, ენათმეცნიერებს და იქნება გაასწორონ ხოლმე ხანდახან სიტყვებით აგახდა ესოხერი ქართულ ჯგუფმა და იქირაოს რომელიმე ქართულის საშუალოდ მცოდნე რომელიმე ერთი პირი. რამე თუ ეს ბიზნეს საყვარელი კავშირია ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ავაზაკური რეკეტი არის უპრეცედენტო და პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური საბწობი ჯობდა, მაგრამ ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკური მაგალითი. კარგით, მოდით ახლა მე აღარ ვაჩვენებ, რამდენად კარგად ვიცი მათზე უკეთ ვფლობ ქართულს. მოდით თქვენის ნებართვით მე ვისაუბრებ იმაზე, რა წერია აქ შინაარსობრივად და დავურთავ ხოლმე კომენტარებს აქ იგითხარით ძირითად მნიშვნელობად საკითხის. ბატონი ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების იგივე Deep State-ის პირველად თქვა. მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო. მე აქამდე მეგონა რომ 2008 წლის შემდგომ დაიწყო და ეს ჩემთვის სიახლეა გულახდილად გეტყვით. და თუ 2008 წელს დაიწყო, მხოლოდ და მხოლოდ კითხვა მაქვს, როგორ იყო რომ დასავლეთის ქვეყნებმა 2012 წელს გააკეთეს ამგვარი აქცენტი მიხეილ სააკაშვილის გასაგონად. თლათ რო გავასერიოზულოთ. შვიდობიანი ტრანზიცია უნდა მოხდეს ხელისუფლებისა. შვიდობიანი გადაბარება უნდა მოხდეს ხელისუფლებისა. როგორ იყო თუ Deep State ებრძოდა მას ბიძინა ივანიშვილს იმთავითვე, როგორ დაუშვა ამ ძლავრმა Deep State-მა, ბატონო, რაც ქვიათ, თემურ, როგორ დაუშვა ამ ძლავრმა Deep State-მა ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება და საერთოდაც არჩევნებში გამარჯვება. როგორ მოახერხა ეს თუ ასეთი მძლავრი იყო შეტევა Deep State-ისა, როგორ დაათმობინა თუნდაც ასე ვიტყვი, 1 ოქტომბრის შემდეგ ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილის მეტოქეს მიხეილ სააკაშვილს ხსენებულმა Deep State-მა. პირველად ახსენა Deep State-ი, განვაგრძოთ, მრავალ ბრუნვაში არ ვიცი, მაგრამ აი თითქოს მართლაც ბევრ ბრუნვაშია, ყველა ბრუნვაშია ჩასმული ეს Deep State-ი, ნინო წილოსანი ვერ აბრუნებდა, ეს კაცი აბრუნებს. ნაციონალურმა მოძრაობამ, ის დრო, როცა წინა ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები გააყალბა და ძალაუფლება მიიტაცა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი სრულიად დისტანცირდა ამ პოლიტიკური ძალისაგან. კი, მაგრამ 2008 წლის შემდგომ დისტანცირდა, ასე ვიცოდით ჩვენ და ომის შემდგომ, მაგრამ ოკეი, ვქვათ და ვწდები. 2000 არჩევნების გაყალბების გამო დისტანცირდა, 2008 წლის იანვრის არჩევნები იგულისხმება. იქნება და იმიტომ თუ დისტანცირდა მაინც და მაინც იმ პერიოდში, იმიტომ დისტანცირდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სწორედ 5 იანვარს დაამთხვია და ჩაატარა პლებისციტი რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომლის შედეგიც იყო ამგვარი, რომ საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ხილვა სურს.
ეს ის დროა, როცა წინა ხელისუფლება რაციონალურ მოძრაობა მარშალები გააყდა ასე შემდეგ. ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა. ერთმანეთთან არ ჯდება ბატონ თემო, უკაცრავად. რა გადაწყვეტილება იყო? 2008 წელს ეს ის დროა, როცა წინა ხელისუფლებამ ნაციონალურ მოძრაობამ არჩევნები გააყალბა და ძალაუფლება მიიტაცა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი სრულიად დისტანცირდა ამ პოლიტიკური ძალისაგან. ხო ამას წერთ, მე ხო არ ვიგონებ, ციტირებაა. ეს გადაწყვეტილება, ანუ ივანიშვილის გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პარტნიორებისათვის და რის გამოც დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა. კარგი. 2012 წელს როგორ შეგიწყეს ხელი, მათ შორის ევროპელებმა ხელისუფლებაში მოსვლაში, ამაზე არაფერს ვამბობთ. მარტივად გადაიბირეს კონკრეტული პირი, კრედიტ სუისში მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონი, რომლის ხელით გაძარცვეს ივანიშვილის ანგარიშები. წლების შემდეგ კი ეს პიროვნება ტყეში ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს, ხოლო ფაქტს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭეს და საქმეც დაიხურა და ამ ლესკუდრონმა რეალურად თავი მოიკლა. მაყურებელს ვეუბნები ამას. რეალურად თავი მოიკლა და არანაირი საფუძველი არ აქვს ჩვენ საიმისოთ, რომ დავუჯეროთ ბიძინა ივანიშვილის შეთქმულების თეორიებს რაღაცის თაობაზე და არ დავუჯეროთ შვეიცარიის და საერთოდ დასავლეთის საგამოძიებო სტრუქტურებს, რომლებმაც სწორედ სამართლიანი კვალიფიკაცია მისცეს პატრიკ ლესკუდრონის სიცოცხლის ფატალურ დასრულებას. დღეს სამსახურება საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი ბანკი კრედიტ სუისი გაკოტრებამდე მიიყვანეს. ანუ მართლა ვინმეს გონია, რომ 800 მილიონის გამო ჯერ ერთი პირველი რატო იყო ეს ბანკი მსოფლიოში, მაგრამ ოკეი, 800 მილიონის გამო ჩამოინგრა კრედიტ სუისი? ამას ამბობთ ბატონო თემო. ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტი აგრძელდება. სამართლებრივი დავები ეს 5 წელია, 15-დან გრძელდება თურმე 14-დან, ოკეი. უნდა აღინიშნოს, რომ საქმე შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია, ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა. მართლაც ბიძინა ივანიშვილს გონია, რომ მთელი მსოფლიო მას როგორც ეგოცენტრიკს, ხო, როგორც უაღრესად არა თავ მოყვარე, არამედ პატივ მოყვარე კაცს, რომელსაც გონია, რომ მის გარშემო ტრიალებს დედამიწა, არა მხოლოდ საქართველოს და საქართველოს უნდა ტრიალებდეს კიდეც, იმიტომ რომ მან შეუწყო ხელი ქართულ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამონგრევა დამარცხებაში, მთელი მსოფლიოს მის გარშემო ტრიალებს. აი ასე არის დაავადებული, ასე უნდა ვთქვა, ის ხო შიზოფრენიკულია ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, მართლაც ეს ყველაფერი არის შიზოფრენიის პირდაპირ მნიშვნელობით ერთ-ერთი გამოვლინება, ერთ-ერთი თვალსაჩინოება. ჩვენ მოვახერხეთ და სინგაპურში წარმოებული დავა გამარჯვებით დავასრულეთ. ვერ მესმის თუ deep state მართავს ყველაფერს სინგაპურში წარმოებული დავა როგორ დაასრულეთ. ამას კი განმარტავს ბატონი თემო, უკვე თემურიკა, უკვე შემდგომ თვითონაც როცა გაიჭედა, ან ზაზა შათიშვილი როცა გაიჭედა ამ ტექსტის რეალური მაღალი ალბათობით ავტორი, განმარტავს რა შეასაქმე, მაგრამ აი სანამ იქამდე მივალთ, მანამდე კი ვიკითხავ, თუ სინგაპურსაც, ლონდონსაც, ბერმუდის კუნძულებსაც და ასე შემდეგ აკონტროლებს ნებისმიერ სასამართლო პროცესს, სისტემას, როგორ გაიმარჯვეთ სინგაპურში? გან არა იყო, რომ ესადენ მძლავრი deep state-ისთვის, მათ შორის სინგაპურში თქვენი დამარცხება, თუ განზრახული ჰქონდათ. ასევე გამიმარჯვეთ ბერმუდას 2 ინსტანციის სასამართლოში და ახლა სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. დიახ, ასეა. სასამართლო დავების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა. რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას და საქართველოში რუსული ინტერესების ბრალებში გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს იგივე deep states, მეორეჯერ ახსენა deep state-ი, ხო, ესე იგი იყო სახელობითში
აქ არის სახელობითი მოთხრობითი მისცემითში Deep State აშკარად უჭირს სასამართლო სისტემის და პროცესების გაკონტროლება. მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვთ სხვა არაერთი ბერკეტი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციებიო. ვერ გავიგე, ამ შემთხვევაში რატო გადავდივართ მხოლობით რიცხვში, როცა მანამდე მრავლობით პირველ პირსა და მრავლობით რიცხვში იყო. ვერ გავიგე, ავტორი არის ერთი კონკრეტული თემურიკა ნაგორია ციქვაძე თუ რამდენიმე თემურიკა ციქვაძე, თემურიკა ზაზუკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ მესმის. კარგი, გავანებოთ თავი ახლა კვლავ ამ ჩემს გრამატიკულ საკითხებზე შენიშვნებს. ამეკარგა ამასობაში. ხო, და კიდევ ერთი, წინა ადმინისტრაციას ებრძვის დღევანდელი ადმინისტრაცია აკრიტიკებს, როცა კი მოუნდება პრეზიდენტი ტრამპი და რა ვერ მოხდა ისე, რომ პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ყველაფერში აკრიტიკებს ბაიდენის ადმინისტრაციას, აი ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმედრაშია წინა ადმინისტრაციისთან და სულაც არ აუქმებს გადაწყვეტილებას მიღებულს წინა ადმინისტრაციის მიერ. რატომ? იქნება და ეს ერთადერთი მოდი ასე ვიტყვით, უგნებავთ კონსენსუსის საკითხია დღევანდელი ადმინისტრაციისა წინა ადმინისტრაციასთან. არ გიფიქრიათ ამაზე და თუ კონსენსუსის საკითხია, ესე იგი ისინიც წინებიც და ესენიც ახლანდელებიც მართლები ყოფილან, იმიტომ რაც არ უნდა მოეძებნა ტრამპს, რომ მოეძებნა ტრამპს წინა ადმინისტრაციის საკრიტიკო ამ საქმეში თუ არო გააუქმებდა სანქციებს დაწესებულს ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ. იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვთ სხვა არაერთი ბერკეტი, ასეა, გეთახმებით. არაერთი სხვა ბერკეტი აქვთ. გარდა ამისა, ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია კონკრეტულად რის გამო დაუწესეს სანქცია. რა იყო ის რუსული ბჭყალებში ინტერესი, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა უსაფუძვლო თუ მიზეზო დაწესებული სანქცია სწორედ ამ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებაც გადაწყვეტება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადება. მართლა არ იცით ბატონ თემურიკა, რა არის რუსული ინტერესები საქართველოში, რომელიც გაატარა ბიზინა ივანიშვილმა? ეს ხომ არ გავიწყდებათ, რომ არის 2024 წლის ბოლო, ანუ დაახლოებით 1 წლის წინანდელი ამბავია, როდესაც ბაიდენი უკვე მიდის და უკვე დამარცხებულია დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი და იანვარში ოვალურ კაბინეტში დასაბრუნებლად ემზადება პრეზიდენტი ტრამპი 45, მანამდე 45 და მე ახლა უკვე 47 პრეზიდენტი და ამასთან დაკავშირებით აცხადებს თქვენი პრემიერ-მინისტრად წოდებული ირაკლი კობახიძე და ამბობს, რომ რასაც და როგორც ტრამპი ითქვის, ისე იქნებაო. ხომ ასეა. ხო და რატომ არ გააუქმა? ამას აღარ გეკითხებით, მაგრამ მართლა არ იცით არსებულმა ადმინისტრაციამ რუსული ინტერესები როგორ გაატარა 2022-დან განსაკუთრებით 2023-დან ასევე და 24-ის განმავლობაში და უკვე 25-დან გასაკვირველია ბიზინა ივანიშვილმა რუსული კანონების თაობაზე არ ხსნენიან. რას ჩადიოდა წლების განმავლობაში რუსული ბიზნესები, როგორ ააყვავა ბიზინა ივანიშვილმა, როგორ მის აუნთომას მწვანე შუქი, როგორ თანამშრომლობდა რუსულ ბიზნესთან და რუს ქართველებთან, მაგალითად ხიდაშელთან, რომელსაც 105,000 წარმოიდგინეთ, 105,000 ჰექტარი მიწა აჩუქეს პრაქტიკულად რაჭაში. არ გიფიქრიათ ამაზე, რომ რუსული ინტერესები მარტო ის განცხადებები არ არის, რომლებსაც აკეთებდნენ მისი პაჟები კობახიძე და ყარიბაშვილი მანამდე და სხვები წლების განმავლობაში, არამედ ის ფარული ან არაღია პოლიტიკა, რომელსაც უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი ატარებდა. და ეს ყველაფერი განსაკუთრებით მანამდეც იყო რასაკვირველია, მაგრამ 2022 წლის 25 თებერვლიდან დაიწყო. და აი იმის გამო, რომ რუსეთს ეხმარებოდა, ეხინდებოდა, ეთანხმებოდა რუსულ ხელისუფლებას და რუსეთს უკრაინასთან კონტექსტში და უკრაინის კონტექსტის გარეშეც, ამის გამოც რომელიღაც ეტაპზე ბაიდენის ნელმა და ზანტმა ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სანქციების უშუალოდ ბიზნესთვის სანქციების დაწესების თაობაზე. არ ირღვეოდა უფლებები ადამიანისა გასულ წლებში 22-დან განსაკუთრებით მეთქი, მაგრამ 22-მდეც თუნდაც.
ამიტომ ნუ იფუჭებთ ბატონ თემო საკუთარ თავსაც ნუ იფუჭებთ მესმის რომ მაღალი ხელფასი გეკნებათ ქართულთან თუ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან რამ განასხვავა ისინი მაგრამ ნუ იფუჭებთ თქვენს უნდა გეცხოვრათ ანუ იცხოვროთ მოდი ასე ვიტყვი მომავალ უბიძინო საქართველოში და ასე ჩამოკიდება ჩამობღაუჭება არ ღირს მე მოგზალებით გირჩევდით რომ გახყოლოდით მაინც მიგებაძათ მაინც თუნდაც ვიქტორ ყიფიანისთვის რომელიც მანამდე თქვენამდე იყო ადვოკატი ბიძინა ივანიშვილისა მათ შორის ამ საქმეებშიც მაგრამ განბიძინდა ეს ვიქტორ ყიფიანი მას კი არ ვაქებ მაინც და მაინც მაგრამ ამგვარი მძიმე ტვირთი არ აღიღო ვიქტორ ყიფიანმა არ მოკიდა ხელი იმას რასაც ბიძინა ივანიშვილის გაправება ჰქვია არის კიდევ ერთი უფრო მეტი ცინიკური თეთრი ძაფებით ნაკრები საქმე ნაკერი ალბათ თუ აქ არ არის კორექტულად და ავტორების მიერ დაშვებული ნაკერის საქმე პრესამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში კერძოდ ბანკ ჯულიუს ბაიერში მიუხედავად იმისა რომ შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან დიახ არ არის კავშირში ბანკმა ხულიგნურად გააჩინა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს გამოდის და ეხლა ირკვევა რომ თურმე დასანქცირებულნი de facto მოდი ასე ვიტყვი არიან მისი შვილებიც და მისი მეუღლეც ქალწული ეკატერინა ივანიშვილი ადრე წოდებული ეკატერინე ხვედელიძე ხო და რატომ ეს კითხვა უნდა დასვათ რა გამოდის რომ ბარათს როცა ხმარობს საბანკო ბარათს გვანცა ივანიშვილი მას არ აქვს შესაძლებლობა გამოიტანოს ბანკომატიდან $100 კი მაშ როგორ აწვდით ბაბათიეთ უტას იაპონიაში მყოფს ან ამერიკაში მყოფ გვანცას თანხას როგორც ასეც ევროპაზე ვრცელდება ასე უნდა გავიგო მხოლოდ ევროპის კონტინენტზე თუ არიან შვილები კარგად არ მესმის მაგრამ მაინც შვეიცარიის ბანკის სრულად აბსურდია მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და დაყადაღებული შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონ ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს რუსული ინტერესების გატარებისთვის ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს deep state-ისთვისაც მესამეჯერ უკვე კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან. ცოტა ხანდახან პირსა და რიცხვში გერევათ, ჩემი მოსაზრებით დროიც არეულია ხოლმე ხშირად, მაგრამ კარგით. ასეთი ძალიან მოკლე მიმოხილვა, მიმოხილვა იმ პროცესებისა, შობდა ასე, რომელიც წლებია გრძელდება და რომელმაც ჩვენ თვალწინ შექმნა უპრეცედენტო მაგალითი ადამიანის დევნის ძარცვისა და შანტაჟის მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა და არ იქცა სპეცსამსახურების იგივე deep state-ის მეოთხედ deep state-ის მითითებების შემსრულებლად. ანუ 4-ჯერ უკვე ხსენებულია deep state. მე აქამდე ვიცოდი ეგრამანკის პასუხი რომ ეს deep state იყო გლობალური ომის პარტია და ახლა სპეცსამსახურები ყოფილა და სპეცსამსახურები ხო ოფიციალური მმართველები არიან, ანუ სპეცსამსახურები არიან ოფიციალური სტრუქტურები, შტატებისა, ბრიტანეთისა, საფრანგეთისა, გერმანიისა და მე კარგად არ მესმის თუ აქამდე იყო გლობალური ომის პარტია და ჭრილში მყოფი ადამიანების ჯგუფი ეს deep state-ი, ახლა თლად ისე გამოდის, რომ ისინი ღიად გამოსულები ყოფილან. შემსრულებლად სხვა მაგალითებს თუ თავი დავანებოთ, შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი აქ უკვე ზაზას ხელი ეთყობა. დონალდ ტრამპი პირდაპირ აღიარებს, რომ წინა ადმინისტრაცია მთლიანად არაფორმალური გავლენების მქონე პირებისაგან იმართებოდა სხვა კონტექსტში, თქვა ეს დონალდ ტრამპმა ნებისმიერს დავუჯდები დებატში და ავუხსნი საზოგადოებას პირველ ყოვლისა, რა კონტექსტში იყო წარმოთქმული ტრამპის მიერ deep state-ი და თავად რას გულისხმობს deep state-ში და როგორი არსებითი სხვაობა კობახიძისეული თუ ივანიშვილისეულ deep state-სა და ტრამპისეულ deep state-ს შორის არ გულისხმობს იმას ტრამპი, რასაც ესენი გულისხმობენ, თუმცა deep state-ი საერთოდაც სპეცსამსახურები ყოფილა ამათი გააზრებით.
რომ თავი დავარებოთ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღიარებს რომ გასაგები ბიზინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციები სწორედ ამ არაფორმალური მმართველობის მიერ არის დაწესებული და ამ მხრივ ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნება რეალურად ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა არის თუ არა პრეზიდენტის ბრძოლა deep state-ის წინააღმდეგ რეალური. აკი ტრამპი რასაც იტყვის ისე იქნებაო. მე ესე მესმის ის წინადადება. ტრამპი რასაც იტყვის ისე იქნება. ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა რაც არ უნდა თქვას, როგორც არ უნდა თქვას, ჩვენ დავუჯერებთ, ჩვენ წავყვებით. ამას და თუ არ წავყვებით, რომც არ წავყვეთ, მაინც ისე მოხდება. ისეთი რეალობა დადგება და ახლა გამოდის, რომ ეს ტრამპი გვატყუებს საზაცხელი, აკი ამიტომაც ეთყობა შათირიშვილისა ამ ტექსტს ტრამპი თუ უნდა დააჯეროს და არ წმუნოს ივანიშვილი, რომ ის რეალურად იბრძვის, ანუ ტრამპი რეალურად იბრძვის deep state-ის წინააღმდეგ. რაც შეეხება ოპოზიციისა და აი მე რამხელა ტექსტი ყოფილა, კარგი, ჩავიკითხოთ. მას მიერ კონტროლირებადი მედიის სპეკულაციებს ლონდონში ჩანიშნული ბოლო სასამართლოს დაყადაღებული თანხებისა და ბრიტანეთთან მოსწავლებელი თითქოს და დამატებითი სანქციების თაობაზე და მე გეტყვით ახლა ეს იქნება ერთ-ერთი ქვესათაური მაინც. უახლოეს 64 დღეში მართლაც და თქვენის ნებართვით გავწელავ დროს, მოდი ასე ვიტყვი, 7 დღეში, 10 დღეში, 14 დღეში მაქსიმუმ ბრიტანეთთან უსერიოზული სანქციები დაუწესდება ბიზინა ივანიშვილს კვალ და კვალ ამ სასამართლო პროცესისა. ეს რომ იცოდეთ და აქ პრინციპში ბატონი თემო ამაზე ამახვირებს რა ყურადღებას მან შესანიშნავად იცის, უფრო ზუსტი რომ იყო ბიზინა ივანიშვილმა იცის, რომ ბრიტანელები სერიოზულ პაკეტს ამზადებენ ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა, რაც მისთვის მომაკვდინებელი, აქ მრავალწერტილი დავსვათ და ასე ვთქვათ, არ იქნება, ხაზგასმით ვამბობ ამას, მაგრამ ტკივნეული კი, უაღრესად ტკივნეული კი იქნება. მოსალოდნელი თითქოს და აი ეს სიტყვა თითქოს და ზედმეტია დამატებითი სანქციების თაობაზე. გაუგებარია რა უხარიათ ამ გაკოტრებულ ძალებს. თუ გაკოტრებულები არიან თემურიკო, თემურ, წიმურ, ხო, მაშინ რაღაცო ამახვილებთ ესე ხშირად ყურადღებას ამ გაკოტრებულ ძალებზე. რა ბიზინა ივანიშვილმა ზუსტად იცის რა შედეგითაც და უნდა დასრულდეს სასამართლოს სავარაუდოდ ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ. რავდობიჩი ამ თანხების დაბრუნება მაინც არ მოხდება. ხო, მეც გონია გულახდილად გეტყვით, რომ deep state-ის მიერ ვერ მართული, აბა როგორ უნდა წარმოავადგინო, ხო, ეს ლონდონის სასამართლო თქვენ გაიმარჯვებთ, ბიზინა ივანიშვილი გაიმარჯვებს, აი გულახდილად ვლაპარაკობ. გაიმარჯვებს და სწორია, მიუხედავად და მართებულია მისი მოლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ ის გაიმარჯვებს, ამ თანხებს ვერ დაიბრუნებს, იმიტომ რომ ვადასტურებ, ანუ გეთანხმებით და ხეთ, კი არ გეწინააღმდეგებით, იმას კი არ ვამბობ, რომ ვერ გაიმარჯვებთ, ლონდონი გაგამტყუნებთ, არა, მე ვამბობ, რომ ლონდონიც გაგამართებს მაღალი ალბათობით. ეს ასია და ასე შემდეგ, მაგრამ თანხებს რომ ვერ დაიბრუნებთ, ამასაც გეუბნებით და ღირსები ხართ მეთქი, ამასაც ვიტყვი. იმიტომ რომ თქვენ ხართ რუსული ინტერესების გამტარებელი. მათ შორის თქვენს პრინციპულო თემურიკო, თეიმურას და ასე შემდეგ. აქვე საზოგადოებას დარწმუნებით და სრული პასუხისმგებლობით უცხადებთ, რომ ჩვენი მხარისათვის ისიც კი უცნობი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა. არ უნდა იყოს ეს სიმართლე. სასამართლო პრაქტიკა ასეთია, რომ მხარეებს ეს მხარეა ბიზინა ივანიშვილი. ატყობინებენ სასამართლოს ჩანიშვნის თაობაზე, ნებისმიერი იურისტი და მეთანხმება, სხვადასხვა ვადით ადრე. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პრაქტიკაა, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი, მინიმუმ ერთი, ოპტიმალურად ერთი თვით ადრე. და თუ ეხა ელექტრონულ პოსტას არ ხსნით, ბატონ თემურ, ეს არ არის მათი ბრალი. წერილიც მაღალი ალბათობით გამოგზავნილი იქნებოდა თუ კორესპონდენციებს არ ხსნით და ბიზინა ივანიშვილამდე ვერავინ ვერ ადის და ვერ ეუნება რომ ბიზო შენ სახელზე წერილია. ამდენი არ ვიცი. რას საჯარო სივრციდან გავიგეთ, ანუ მედიას გაუგიათ და არ ყავთ ეს ისინი კაცო აგენტურა მედიაში. აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც კრედიტ სუისის საქმესთან დაკავშირებულ და არც ჯულიუს ბაიერში აკუმულირებულ თანხებს აღნიშნულ ბანკთან ბატონი ივანიშვილი მიმოწერასაც კი აღარ აწარმოებს მათი მხრიდან ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და გამო, ასე სჯობდა, ხო?
მას და მის ოჯახის წევრებს არ განაკარგვინებენ ანუ თანხებს. ისევ და ისევ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინების შანტაჟის გამარჯვებდა. ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას. მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას წერს ბიზინა ივანიშვილის ადვოკატი თემურიკა წიქვაძე სოციალურ ქსელში და რეალურად წერს ზაჟა ჩათილიშვილი. ამასობაში 30 წუთი ამოიწურა კითხვა მაქვს ბატონ თემურთან. აღარ უწოდოთ მას თემო, ხო? ხო თემო უწოდოთ, იმიტომ რომ ასე პოზიციონირებს. ბატონ თემოსთან მაქვს წიქვაძესთან კითხვა. ემან დრო წარმოიდგინოთ, რომ ბიზინა ივანიშვილმა დაკარგა ეს 800 მილიონი და დაკარგავს. და ემან დრო წარმოიდგინოთ, რომ სხვადასხვა სანქციების შედეგად ბიზინა ივანიშვილმა კიდევ დაკარგა ის, რამდენიც აქვს, მაგრამ ეს ავიღებთ თქვენის ნებართვით. ასეთ რიცხვს, თქვა 4 მილიარდი ან 5 მილიარდი, ამდენი აქვს კი? ხო, აქტივები. და რო დაკარგოს, ის გააგრძელებს თუ არა ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას. მოახერხებს თუ არა, ანუ სრული შესაძლოა ჰქონდეს, მაგრამ მოახერხებს თუ არა. წარმოიდგინეთ, რომ ბიზინა ივანიშვილი ვერ აკონტროლებს ვერანაირ ქეშს, ან საბანკო ანგარიშებს. კრედიტ სუისში, რუსულ ბანკებში, ამერიკულ ბანკებში, შვეიცარიულ სხვა ბანკებში და ასე შემდეგ. და ის რაც ფულად ჰქონდა, ეს ყველაფერი დაუბლოკა, დაასანქცია დაუბლოკა შეერთებულმა შტატებმა ან კოლექტიურმა დასავლეთმა. ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილს გამოაქვს საკუთარი უძრავი ქონება და ამ უძრავი ქონების ბანკში ჩადებით ის ცდილობს რომ აიღოს ქეში. საბანკო ანგარიშებზე მოახვედროს თანხები. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ რომ მაგალითად უძრავ ქონებას ან მაგალითად მის სახლს რომელიმეს ან მის იახტებს რომელიც ალბათ აქვს ან იახტებს ან მის მაგალითად თვითფრინავებს ან მის მაგალითად პიკასოს ან თლიანად რა კოლექციაც აქვს ხო არავინ არ იღებს კრედიტის სანაცვლოდ არ გასცემენ ამის სანაცვლოდ კრედიტს ამ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილი როგორ ოპერირებს ასე ვიკითხავ ანუ როგორ ხარჯავს 5 ლარს არა ქართულიდან გამოაქვსო ბევრი თქვენგანი მეტყვის მაგრამ ამოუწურავი ხო არ არის ქართულს რესურსები გამოაქვს რამდენი წლის განმავლობაში 5 მილიონი მისი ხარჯიც ხო გაცილებით მეტია ვიდრე ბევრი კი არა ყველა ჩვენგანისა პროპორციულად კი არა პროპორციულზე მეტად ბევრია თუ ჩვენ ოჯახს პირობითად ვლაპარაკობ სჭირდება პლუს მინუს თქვა 3000 ლარი თვის განმავლობაში ცოტა მეტი ცოტა ნაკლები გააჩნია ხო ბიზინა ივანიშვილისთვის ხო ეს ცოტა მეტი ცოტა ნაკლები არის 3 მილიონი კი არა 30 მილიონი ხო ანუ მეტი შეიძლება არ ვიცი 50 მილიონი 100 მილიონი თუ ამ 100 მილიონს ყოველთვიურად ვის არ ხარჯავს 100 ალბათ ბევრია ნუ ამას 20 მილიონი თქვა თუ არა აქვს ხო ვერც დახარჯავს აი რა ხდება ამ შემთხვევაში მეთქი ამას ვკითხულობ ბატონი თემურიკო წიქვაძე არის ამ კითხვის ადრესატი ხო ვერ მიიღებს ბიზინა ივანიშვილი თანხებს ამას უნდა შეეგუოთ და მეცაც გეტყვით უნდა შეეგუოთ იმასაც რომ ბრიტანელები დააწესებენ სანქციებს უახლოეს ხანებში და მეცაც გეტყვით ამერიკელებიც დააწესებენ სანქციებს მომავალ წელს და მეცაც გეტყვით იმასაც გეტყვით რომ ბიზინა ივანიშვილს არ მუშაობს ბავშვის კალკულატორის სამწუხაროდ. ბატარეები ვერ უყიდე ვერაფრით. 0-ზე დატოვებენ. გაკოტრდება. ვა, არ გაკოტრდება. ესეთია მისი ხვედრი. ღირსიც არის. იმიტომ რომ რუსეთის და რუსეთის შექმნა აქვს განზრახული დამოუკიდებელ საქართველოში. და 0-ზე დარჩენილი ბიზინა ივანიშვილი რა ჩემ ფეხებად უნდა ხსენებულ მაკაბოჭორიშვილს. მე მესმის რომ ის ვერ ხვდება რომ ბიზინა 0-ზე დარჩება, მაგრამ ემან რომ დარჩეს ირაკლი კობახიძე ასე ჩამოეკიდება თუ ირაკლი კობახიძე იქნება ბატონო ბიზინა
ერთ-ერთი პირველი, ვინც ზურგიდან მოგეპარებათ და გესვრით. გაგიკვირდებათ და ასე. ირაკლი კობახიძე იქნება პირდაპირ მნიშვნელობით მაინც და მაინც სროლას და ირაკლი კობახიძის ნასროლი არ გაიშვა, მაგრამ ამ პირდაპირ მნიშვნელობით თუ წაიგითხავთ ამას. ირაკლი კობახიძე იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც გაგწირავთ, გაცილებით მეტად გაგწირავთ, ვიდრე ნებისმიერი თქვენი დღევანდელი ოპონენტი.